პირველი ალბათ სადაც უნდა მოხვიდე აუცილებლად არის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც არის უმშვენიერესი კაფეები, ბაღები, რესტორნები და საინფორმაციო სივრცე. ჩვენ პირველ რიგში საინფორმაციო სივრცე დავათვალიეროთ, რათა მოვიპოვოთ მცირედი ინფორმაცია აუროვილის შესახებ, იმიტომ რომ იქ არის მთელი ისტორია, მოთხრობილი ფილოსოფია და ასე შემდეგ. შიგნით არის როგორც აწერია ჩუმი სივრცე, silent space, ბევრს ვერ ვილაპარაკებ. მანამდე დაგათვალიერებინებთ აქ აუროგოს გარშემო რა ხდება. უმშვენიერესია, უფანტასტიურესია და არ დავიღლები ალბათ მშვენიერს და ლამაზ ამ გადაცემაში ყველაზე ხშირად ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა 64-ს გავს საკაურობამ. მოგეხსენებთ აუროვილი, შრია აურობინდუს ფილოსოფიით არის ყველაფერი. დაგეგმილი აუროვილში და აქაც პირველივე წინადადება, ასე ვთქვათ, არის აურობინდუსი. 64-ები მიღმიერ სამყაროში მშვენიერი და დიდებულია, მაგრამ გაცილებით მშვენიერია ის 64, რომელიც ჩვენში არსებობს. ეს არის ედემის ბაღი, რომელიც ელოდება ყველა ღვთაებრივ მუშაკს. ორქერივ თარგმნით როგორც მუშაკი, იმიტომ რომ ბიბლიაში ეს სიტყვა გამოყენებული და სულიერებაში მუშაკი მომწონს. ეს არის ადგილი, როდესაც იოგა მოდის მოქმედებაში, იოგა მოდის მუშაობაში, ვისაც სურს რომ აკეთოს მუშაობის იოგაო, აუროვილი არის მისთვისო. მოგიხსენებათ იოგას სხვადასხვა მიმართულება აქვს, ხო? ძირითადად ეხა ინდოეთში გავრცელებული იყო, რომ აშრამებში ცხოვრობდნენ ადამიანები, გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, მაგრამ 21 საუკუნეში, მე-20 საუკუნეშიც არის დადგა ის მომენტი, როდესაც უნდა ვიმუშაოთ რაღაცეებისთვის, ხო? და ზოგი მეწაღეა, ზოგი ის არის, ზოგი ეს არის და აუროვილი არის ქალაქი, სადაც ინტეგრაცია ხდება, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ცხოვრების და იოგასი და აურობინდუს იოგაც იყო ინტეგრალური იოგა, ეს სწორედ მაგის იყო სოციალური ცხოვრება და შინაგანი სწრაფვა სულიერებისკენ ყოფილიყო ინტეგრირებული და მაგისთვის შეიქმნა ეს ქალაქი. ეს მთავარი ნაგებობა, რაც არის მარტი მანდირი, ყოველგვარი მანქანების გარეშე აშენებული, მხოლოდ ხელით არის ნაგები. აქაც არაჩვეულებრივი ფრაზა წერია, რას ნიშნავს იოგური მუშაობა, რომ ამოვიდეთ, რომ იოგური მუშაობისთვის არის ყველაფერი შექმნილი. იოგური მუშაობა ნიშნავს, როდესაც შენ მუშაობ შენი სურვილების გარეშე, როდესაც მთლიანად თავს უძღვნი ამ ღვთაებრივ სიყვარულს და მის მსახურებაში ხარ და არ ხარ მიჯაჭვული შედეგზე და არ ელოდები, რომ შენი მოქმედებიდან რაღაცას მიიღებ. ანუ უანგარო მსახურებაში ხარ, მშვენიერი სიტყვა გვაქვს ქართველებს, უანგარო, ანუ რაღაცა ანგარება არ გამოგზრავს, მაგრამ ეს სიტყვა ანგარება საიდან მოდის, არ ვიცი. ანგარი რა არის, რამე ხელფასს ერქვა და არ ვიცი, ანგარი. არანაირ ანგარს არ მიიღებ. უანგარო მუშაობა იქნება. ეგ არის ჭეშმარიტი იოგური მსახურება. ეგ არის ერთ-ერთი გზა გათავისუფლებისკენ, იმიტომ იოგის მიზანი არის, რომ სული გათავისუფლოს და განიცადოს მოქშა. ხო? და მაგისთვის მარტო ის არ არის საჭირო.
მედიტაცია და ფიზიკური გაწელოები და გამოქვაბულში ჩდომა. ანუ პრაქტიკულ ცხოვრებაში, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგვიძლია ის საქმიანობები, რასაც ვაკეთებთ, იოგად ვაქციოთ და ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ახალ-ახალი კარმა ავიკიდოთ და ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით კიდევ უფრო გავახანგრძლივოთ ციხეში ყოფნა. არამედ პირიქით, ეს ყოველდღიური მოქმედებები იყოს გზა გათავისუფლებისკენ. სწორედ ეს არის კარმა იოგა. და აუცილებლად ესეც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ თუ მედიტირებ და მე შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდე ახალ-ახალ კარმას იგროვებ, რა აზრია, ხო? არა, აზრი ალბათ აქვს, მაგრამ ჯობია რომ ჩვენი ყოველდღიური მოქმედებებიც განპირობებული იყოს ღვთაებრივი ჭეშმარიტებებისკენ. და იქ ძალიან გვჭირდება დღესაც. როგორია პოლიტიკური წყობა აუროველში აქ წერია? ესეთი დეფინიცია შეიძლება და ყოფილიყო ღვთაებრივი ანარქია, მაგრამ იმისათვის რომ სოფლიომ გაიგოს ღვთაებრივი ანარქია, რა არის ყველანი უნდა იყვნენ დაკავშირებული თავის უმაღლეს მესთან და ასე ვთქვათ თავის უმაღლესი მე უნდა იყოს წამყვანი და უნდა ემორჩილებოდეს მისი პატარა მე, მისი ეგო ამ ღვთაებრივ საწყის. და მაგ შემთხვევაში შევძლებთ რომ სპონტანურად დავამენეჯმენტოთ ყველაფერი ღვთაებრივი ნაკადის მეშვეობით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ეგო არის ლიდერი და ჩვენზე გაბატონებული, არ შედგება ეს ღვთაებრივი ანარქიაო, რაზეც ამბობენ. თუ ამ მდგომარეობაში არ ვართ, მაგ შემთხვევაში უკვე გვჭირდება რაღაცა წესები და კანონები და თუ ამ მდგომარეობაში ვართ ღვთაებრივთან მიერთებული, მაშინ უკვე ის თავისთავად ვლინდება ჩვენში და აღარ არის საჭირო რაღაცა ესეთი შეთანხმებები. ეს წარწერა მომეწონა. შენ ამბობ რომ აუროვილი სიზმარია. დიახ, ეს არის ღმერთის სიზმარი და ასეთი სიზმრები, როგორც წესი, სიმართლე ხდება. იმაზე უფრო სიმართლე და ჭეშმარიტება, ვიდრე ის, რაც ადამიანები ეძახით რეალობას. ხო, როგორც ამბობენ, ეს არის რაღაცა ღვთიური იდეა, რომელიც ნატიფ პლანზე უკვე არსებობდა და ჩვენ უბრალოდ ამის გადმოტვირთვას ვაკეთებთ. და მთავარი ღირსშესანიშნაობა მარტინ მანდირ. აი ესეთი ღვთაებრივი სტრუქტურა აქვს მარტინ მანდირს. ისე არის დაპროექტებული, რომ აი აქედან შემოდის მზის ხივი და მე უნდა გადაწყდეს აირეკლოს, გაიშალოს და კრისტალებში უნდა გაიაროს. და საერთოდ ფუძეში უნდა ჩავიდეს. და ეს არის სიმბოლო სულიერების და მატერიის ინტეგრაციის და ერთმანეთში. და ან პრინციპში იდეაც სწორედ ეგ იყოს, რომ ჩვენი სულიერება, ასე ვთქვათ, მატერიალურ ყოფაში უნდა დავაინტეგრიროთ. ეს არის აუროვენდოს იდეაც და აი ამას აკეთებს მზის ხივი შემოდის და უერთდება ლოტოსის ყვავილს. რაც ნიშნავს სულიერის და მატერიალურის დაკავშირებას. მარტინ მანდირის გარშემო არის ყვავილების 12 ბაღი. ძალიან უყვარდა ყვავილები დედას, ვინც არის დედა დამფუძნებელი, როგორც ჩანს. ვიზიტორ ცენტრიდან მარტინ მანდირამდე არის 30 წუთი ფეხით სასიარულო. არსებობს ავტობუსები, მაგრამ ავტობუსები მხოლოდ მოხუც ადამიანებს ეხმარებიან. მე კიდე ვაჩვენე ჩემი გასივებული ფეხი და ვთხოვე რომ ეს მოეცათ ავტობუსის ბილეთი. მეორე წუწუნი არ დამჭირდა. ეგრევე მომცენ, არც კი დამხედეს ფეხზე გასივებული მაქვს თქო არა. მეთქი ტრავმა თქო და კაიო და ეგრევე მომცა. ამისი რა მიდის. ცისფერს მოხებს თუ ვარდისფერი მომიხია. მაგრამ აი ეს ახალგაზრდები და ჯანმრთელები ფეხით გაუყვებიან ძას. ესეთი არაჩვეულებრივი მაღაზიებია, ყველაფერი არის გადამუშავებული და გადამუშავებადი მატერიალებისგან აწყობილი და ზოგადად მთელი აუროვილი არის ძალიან ეკომეგობრული და უამრავი ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება ამ ქალაქში. აი აქ შესვლა თუ გინდათ აუცილებლად წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ სპეციალურ ვებსაიტზე
რადგან აი ესე უბრალოდ რომ ადგე, მიხვიდე და შეხვიდე, ეგრე ვერ შეხვალ. ხო, ბევრი ბიუროკრატიული ტაკ რაღაცები არის ჩამორაკრაკებული, მიუხედავად იმისა, რომ აკაურობა წესით ღვთაებრივი ანარქია უნდა ყოფილიყო, ღვთაებრივი ანარქია ვერ შედგება როგორც წეგნო. თქვით, რამე თუ ჩვენ თვითონ არ ვართ ღვთაებრივები და ღვთაებრივი ანარქია მარტო ღვთაებრივში შეიძლება შედგეს. მოკლედ, ჩემი აზრით, საქმე იმაშია, რომ ეს არის ზოგადად პირველი პრაქტიკული მცდელობა ადამიანებისა, რომ გააკეთონ ისეთი დასახლება, რომელიც მხოლოდ ოცნებაში შეიძლება წარმოვიდგინოთ, ან რაღაცა ღვთიურ წერილებში. მოკლედ აუროვილიც ვითარდება, არ არის ისე, რომ თქვათ, რომ აი ოცნების ქალაქია და ჩამოვიდეთ ყველა აქ დავსახლდეთ და როგორც კი აქ დავსახლდებით, ყველანი გავხდებით ბედნიერები და ღვთიურები, არა, ეგრე არ არის. ძალიან დიდი შინაგანი სამუშაო უნდა ჩაატარო ადამიანმა და უნდა გაიწმინდო შენი შინაგანი დემონებისგან და ამ შინაგან დემონებთან შეხება ეგეთი ვარდისფერი არ არის და არც იუნიკორნით მოგზაურობას არ გავს. ძალიან რთული საქმეა, ძალიან რთული საქმეა შენ პირად დემონებთან შეხება. მაგრამ თუ დემონებს არ შეეხები, ვერ ახვალ ზევით, იმიტომ რომ ფესვები გაქვს ქვევით და ჯერ ფესვები უნდა ჩაუშო ქვევით, რომ მე ახვიდეს ზევით და ეგ გზა გვაქვს კაცობრიობას გასავლელი. საკმაოდ ლამაზია, არ მეგონა ესეთი ლამაზი თუ იქნებოდა, მეთქი ბოტანიკური ბაღი იქნება რაღაც 2 მეტრიანი. მაგრამ ძალიან ლამაზია. რატომ მქონდა ეგეთი წარმოდგენა და დაბალი ბოლოდინები, არ ვიცი. აუ ესეთი მართლა არაფერი არ მინახავს. Strari. ფეხები აქვს. რამდენიმე სხვადასხვა ხეა ერთმანეთში გადაზრდილი. აუროვილში ხეებთან ერთად ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ ქვები. ესენი სპეციალურად არის მოტანილი, თუ თავისით ამოვიდნენ, თუ მეტეორი ჩამოვარდა და იმის მერე გადაწყვიტა, რომ ესე იდოს, არ ვიცი, მაგრამ ყველა ქვა გეუბნება, რომ მასთან მიხვიდე და წამოჯდე და წაისვენ და ნახე რა კაცი. ქვებით სასწაულია. მოვედით აუროვილის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაში. ხმების ბაღი ესე ქვია და არის ბაღი, სადაც ძალიან უცნაური და ნაირ-ნაირი ინსტრუმენტები არის ჩალაგებული ამ ბაღში და როგორც წარწერა გვამცნობს, ეს ხმები ემსახურება იმას, რომ ადამიანმა ღრმა სულიერი გამოცდილებები განიცადოს. აი ამასაც შეხედე. ხელის მოკიდება არ შეიძლება, მარტო ქარმა უნდა ამოძრავოს. ესეთი დიდი გრანდიოზული ინსტრუმენტები გველოდება შიგნით. ცოტა ხანში შევალთ. აკაურობას როგორც ჩანს მუსიკოსების კომუნისგან შედგება და ეს მუსიკოსები არ არიან ჩვეულებრივი უბრალო მუსიკოსები. ამ ძირითადად sound healing-ი გერითი თერაპია და ექსპერიმენტები სხვადასხვა ინსტრუმენტებთან დაკავშირებით და
ხმებს იყენებენ სამკურნალოდ და ესეთი გერითი თერაპია მე არსად არ მინახავს. აი ფოტოზე გაჩვენებთ, კვირაში ერთხელ იმართება. მოკლედ 2, 3 და 4 დღე არ არის საკმარისი აუროვილში, ცოტა უფრო დიდი ხნით უნდა ჩამოხვიდეთ, თუ გინდა რომ ყველაფერი შეიგრძნოთ, თან ტემპი ცოტა შენელებული არის, სიმართლე რომ გითხრათ, შეიძლება იმიტომ რომ ძალიან ცხელა უკვე აქ. მაგრამ ისედაც მაინც შენელებული ტემპია რა. ნელა ცხოვრობენ. კარგი. იწყება ჩვენი ტური, წავედით. ედგარ კეისმა თქვა რომ მომავლის წამალი მუსიკა იქნებაო და აქ გასაგებია რატომ. ესე უნდა შევკრათ და გავუშვათ. მიკროფონი ზედ არის მიმაგრებული, წავიდა. კიპურტით საოცარი ხმა არის. ჩაკრულო ეს ჟღერს კოსმოსში. არა, პირიქით, ჩვენ ხო ჩაკრულო გავაგზავნეთ და ეს იმათმა გამოგვიგზავნეს, ხო, პასუხი. ეს ჩამოკრულოა. ეს ის შემთხვევა, როდესაც გადაცემა 1000%-ით თავის სახელს ამართლებს და სასწაულის ძიებაში არა ვარ, სასწაულის აღმოჩენაში ვარ. შეიძლება გადავარქოთ გადაცემა სახელი და
ძიება არა სასწაულების აღმოჩენა და ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ უფრო აღმოვაჩენთ სასწაულებს, ვიდრე ვეძებთ და კომენტარებში რომ მიწერენ ხოლმე, ნუ ეძებ სასწაულებს, სასწაულები შენშია. გამარჯობა შენ. გაიეცა მიყურხა. და მტერი ვინ არის, ვის ვეომებით? მტერი ჩენაიდან მოდის. ჩენაიდან არის. აი კიდენ მელაპარაკება, აი ის კაცი მელაპარაკება. ვახ, ძალიან მაგარი რამეა. აი აქედან ლაპარაკობ. აი აქ ლაბირინთი არის, შიგნით გდია ბურთი, ეს ბურთი უნდა წამოვიყვანო და თან ხმას გამოსცემს. აი გადავიდა. რა უნდა ეხა ამის გაკეთება? წადი ელიავაზე, გადაღუნე, გადმოღუნე, შეაერთე სახლში დაიდგი, მაგარი გასართობია. ისეთ ბგერები ისმის, რაც ცხოვრებაში არ მოგისმენია ადამიანს. ეხლა ვართ ჩიტების პარკში. ჩიტების თერაპიას ეძახიან, ცხოველებთან შეგიძლია პირდაპირ კონტაქტი გამოსცადო. როგორც ხვდები, არის კონტაქტური ზოოპარკივით. ორი კურთხლის მადელვარი, რომ ვერ დაიჭერს ვერც ერთს, უთხრა ეხა ჩვენს მოსეიდს.
მოვედი აუროვილის Earth ინსტიტუტი, მიწის ინსტიტუტი, ან დედამიწის, მაგრამ უფრო მიწის აქ და მიწით მშენებლობა ხდება. ნუ მოგიხსენებთ და აუროვილი არის ზოგადად ექსპერიმენტალური ქალაქი და შესაბამისად ამ ქალაქში ხდება ძალიან ბევრი ექსპერიმენტი. აი უკან ამ შენობებს, რასაც უყურებთ, ყველაფერი არის მიწით ნაშენი. ანუ მიწით. აი ამ მიწით არის ნაშენი. და ზოგადად აუროვილის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, როგორც უკვე გითხარით, არაერთხელ თან ეს კადრებითაც გაჩვენეთ, არის ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობა. შესაბამისად, ენერგიაც უნდა იყოს განახლებადი, არ უნდა იყოს დესტრუქციული გზებით მოპოვებული და ყველაფერი, რასაც გამოვიყენებთ, უნდა იყოს რაღაცნაირად ჰარმონიაში ამ ბუნების ციკლთან, რაც ადამიანებმა გავწყვიტეთ მას შემდეგ, რაც ინდუსტრიული წარმოებები გაჩაღდა. კაი ფხვიერი მიწა. ეს კედელი არის მთლიანად დატკეპნილი მიწა, მაგრამ მიწა ეძახი შენ და ვერც შეარყევ. აი ამასაც ურევენ, ნამჯას ურევენ შენობას. ყველაფერი ბუნებრივია. ეს არ არის ეს ერთადერთი მიწით მშენებლობის ადგილი აუროვილში. რამდენიმე არის ესეთი. თითქმის ყველგან ესეთ ტექნოლოგიებს აშენებენ. ბეტონს ნაკლებად ნახავთ. ჯუნგლებს ნახავთ, მაგრამ ბეტონს ვერა. და თუ ბეტონის ჯუნგლების ნახვა მოგინდებათ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ძალიან ლამაზი ბეტონის ჯუნგლები. ბათუმშიც გვაქვს სხვათა შორის ულამაზესი. რა შეედრება ეხლა, ეს იმას შეედრება კაცო. იწვალე და მიწაში იტყნავე. საგამოფენო სივრცეში გვხდება მთელი მსოფლიოდან მიწის ნიმუშები. ნუ ინდოეთის სხვადასხვა შტატები. ჩვენ რა თქმა უნდა ვეძებთ საქართველოს. აზია, ცენტრალური აზია, სად ვიქნებით, ევროპაში ვეძებოთ? არა. ჯიზე რომ მივედით, არ არის საქართველო. გერმანია არის. აი გერმანიის მერე აი აქ უნდა იყოს საქართველო. ცარიელია. წამოღებული მაინც მქონდეს. ჩავყრიდი. მოკლედ მე ვიცი რომ საქართველოშიც ყავს მიწით მშენებლობის ენთუზიასტები და მე მათთანაც მივალ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს თემა არის, რაც სიღრმისეულად ძალიან მაინტერესებს და ვფიქრობ რომ საჭიროა მით უმეტეს იმ მომენტში, როდესაც ზოგადად ბინათ მშენებლობის ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს
და ამ პერიოდში, ამ დროს ალტერნატივების ძიება ძალიან დასაფასებელია, ძალიან მისასალმებელია, ძალიან წასახალისებელია და დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ, რომ აქ საქართველოს მიწაც ჩაიყაროს და რაღაცნაირად თანამშრომლობის ხიდი გაებას აუროვილსა და საქართველოს შორის. და ერთად ავაშენოთ სოფელი სიმღერ-სიმღერით. აქ ხდება სხვადასხვა ტიპის ბლოკები. ნაირ-ნაირი. ლეგოსავით არის. დიდების ლეგოა რა, მოდი და აწყე და ითამაშე. ულამაზესია. სახლის აშენება უნდა იყოს ესეთი მარტივი. და იაფი, არ ვიცი, იაფი რამდენი ჩდება, მაგრამ ალბათ ჩდება. არ უნდა გიწევდეს იპოთეკა და მე მთელი ცხოვრება სესხების გადახდა, იმის გამო რომ უბრალოდ სახლი გინდა. რა უნდა მიწა დატკეპნეთ, დააწყე ერთმანეთზე და სახლი აი ეს არის ქალაქები, რომელიც მთლიანად ქვიშით არის ნაგები, ქვიშის სახლები. შიბან, სამხრეთ იემენი, სანა, ჩრდილოეთ იემენი. აი აუროვილისის შენობები, რომელიც მიწით არის ნაშენი. რამდენია, ღმერთო ჩემო. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, ჩემი აზრით, ცოტათი შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ უტოპიურია და არაფერი ეშველება სამყაროს, მაგრამ ადამიანის მცდელობა, რომ ჯანსაღი ელემენტები შეიტანონ ტოქსიკურ კულტურაში, ტოქსიკურ ცივილიზაციაში, რასაც ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ ადამიანების თანამედროვე ცივილიზაციას ტოქსიკური და მომწამლავი. ესეთი ჯანსაღი ელემენტების შეტანა და ამის მცდელობა არის ძალიან დასაფასებელი, ძალიან მისასალმებელი და ხარდასაჭერი. როგორ მოხდი აუროვილში პირველად? როდის ჩამოხვედი და რატო გადაწყვიტე რომ აქ გადმოსულიყავი? მე ვარ ძირითადად კარგად. ნებისმიერ ადგილას საქმით უმეტეს, მაგრამ არ ვარ აქ მარტო. ვარ ჩემ ბავშვთან და ვფიქრობ, რომ აქ არის ყველაზე კარგი ადგილი სამყაროში. ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან ინტენსიურად ხდება ყველაფერი. თან ტყეში ვარ, ბევრი ვარ. სულ მრავალფეროვანი გარემო არის. ყველაფერს ნახავ ერთ დღეში და აი ამით კმაყოფილი ვარ სულ. რომ აი ამ ყველაფერს ამ ყველაფერს ვაძლევ? ხო, ვაძლევ ჩემ ბავშვს. აუროვილამდე ცხოვრობდით ჩვენ მიწაზე, საქართველოში. და აქ მოხდი პირველად ბავშვთან.
9 წინ აქამდე 2019 წელს პირველად მოხდა, სუპერველად მარტო. რაც აქ იმდანად უცნაური ენერგია არის, ყველასთვის არ არის მარტო. ნუ მართლა არ მქონდა, აი ესე არ მქონია რა, ანუ შეხება ესე დიდად მიწასთან ან რაღაც გაზრდილი არ ვარ სოფელში, მაგრამ სულ ვოცლებავდი მიწაზე. ტექსტებიდან და მოკლედ მოხდი ბოლოს და ბოლოს. აქაურობაზე რა მომიყვენ ხა? რა პროცედურები არის? გარედან კი ლამაზია ყველაფერი, კარგია, მაგრამ აი რა პროცედურა უნდა გაიაროს ადამიანმა იმისათვის, რომ აქ მოხდეს? არავინ იცის რა ხდება ამ წუთას, რა პერიოდი დაუმართლა აურორიულს. ვიცი რა შეიძლება და იყო, ხო, ადრე. ბევრი რამე გამიგია ხალხიდანაც და ნუ წიგნებიდან, აი ნუ რაღაც ჩემი რისორჩი მაგაკეთებული რა იყო აურორილი, რაღაც სხვადასხვა ეტაპებზე და ვიცი რომ ნუ ძალიან განსხვავდება, მაგრამ ეგეც ნორმალური არის, ბუნებრივი არის, რომ ნუ ვითარდება და ყველაფერი ნუ არ რჩება ერთ ადგილას, community არის, მოძრავი არსება. ალბათ აუროვილის ოქროს ეპოქა გასული არის, მაგრამ შეიძლება წინაც არის. გაჩნია რა არის აი ეს რა, ანუ რას ვეძებთ, მაგრამ ადრე როცა ხალხი აქ გადმოდიოდა, ისეთი ხალხი გადმოდიოდა, რომ რაღაც გემებით მოდიოდნენ რაღაც თვეების განმავლობაში და აი ყველაფერი ქონდა დათანხმებული თავის ქვეყნებში, აი ყველაფერს ტოვებდნენ და ყველაფერს აძლევდნენ to the mother. Shri Aurobindo და the mother როი მენცოცხლები სულ სხვანაირი სიტუაცია ხდებოდა. შენდებოდა ყველაფერი და სულ სხვა ენერგიებით სავსე იყო და ეხლა უფრო აი ესეთი დრო არის, რომ ნუ აი ესე ვთქვათ, ქართულად არ ვიცი როგორ არის, მაგრამ maintenance დრო არის. როცა უკვე აი რაღაცაზე რაც არის უკვე აშენებული, რაღაც დაწყებული და ნუ მთელი დღე არის რა ჩვენ გარშემო ამით უნდა იცოცხლო და უნდა განვითარდეს რა რაღაცნაირად და ისინი ვინც იყვნენ დასაწყისში აღარ არიან, ანუ არც დუხი უკვე იკარგება, იმიტომ რომ ხალხი მიდის რაღაცაში თუ არ ეთანხმები, მთავრობას შეიძლება საერთოდ აი ნუ არ კონდეს რა, ანუ ეს საშუალება რომ დარჩე. აქ აუროვილის მთავრობას? კი, ანუ რაღაცები იცვლება რა, ანუ მაინც უფრო ინდოეთის ნაწილი ხდება აუროვილი, ისე ვთქვათ. ეხლა ესეთი ეპოქა არის, რომ გურუები პრინციპში არ არსებობენ დიდად რა, ანუ არ უნდა ეძებო გურუს რა, მაგრამ მაინც გურუ აკლია რა, ამჟამად აუროვილს. ცოცხალი ვიღაცა, აი ჩემ მეგობარს მითხრა ვატო წერეთელი. რომ აი მაინც სადგურო რო არის ცოცხალი, იქ უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ რაღაც სიცოცხლე არის რა იქ. აქ მაინც დაიკარგა ყველაფერი. აი კი არის წიგნები და რაღაც mother Shri Aurobindo teachings, ანუ ყველა შეუძლია მე აცოდო, მაგრამ სინამდვილეში ანუ მკვდარი სიტყვები არის. ამ მკვდარ სიტყვებით ბევრ რამეს ვერ შექმნი ალბათ. სტადგა ჟამი აუროვილთან გამოთხოვებისა. გული მწყდება აქ აურობის დატოვებაზე, სიმართლე რო გითხრათ. 4 დღით ჩამოვედი და 25 დღე გავჩერდი. იმდენად მიმზიდველი არის ენერგეტიკა, იმდენად მრავალფეროვანია, ერთი პატარა სოფელი ვით დასახლება. იმდენად მრავალშრიანია, რომ აი შეგრძნება მაქვს, შეგრძნება კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ აი უამრავი ადგილია ჯერ კიდევ აღმოსაჩენია, თუნდაც ჩემთვისაც რა. ამ 25 დღის მიუხედავად, აი მგონია, რომ უნდა ცოტა დიდი ხანი ვიცხოვრო იმისათვის, რომ აი ყველა წერტილი აღმოვაჩინო, რაც აქ ხდება. მგონია, რომ მომავალი არის ზოგადად კომუნების, კომუნალური ცხოვრებების, დიდი ქალაქები. ფაქტია, რომ სიცოცხლეს ვერ
ვერ უზრუნველყოფენ რა ვთქვა, აი ჯანსაღ სიცოცხლე ძალიან ჭირს რა ქალაქში და იმისათვის რომ კაცობრიობა გადარჩეს, მე ვფიქრობ რომ აი ესეთი კომუნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის მომავალი ამის. ამას მარტო მე არ ვლაპარაკობ, აი ძალიან ბევრი სულიერი მასწავლებელი იქნებოდა ეს თუ სოციალური მოღვაწე, ყველა თითქმის ამას იძახის, ვისაც კი უფიქრია უბრალოდ კაცობრიობის განვითარების რაღაცა ეტაპებზე და გამოსავლებზე და მე მგონია რომ აი საქართველოც არის იდეალური წერტილი იმისთვის რომ აი თუნდაც ეს ეკოსოფლები, სხვადასხვა რითრითები და ესეთი კომუნალური სივრცეები ძალიან ჯანსაღად აღმოცენდეს და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნება რომ აქედან პატარ-პატარა რაღაცეები ჩვენს ქვეყანაში წავიღოთ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რაც მინდა და მეთქვა არის ის რომ ანუ აქაურობასაც ჭირდება საქართველოს მარტო იგრე არ არის რომ აი ჩვენ გვჭირდება აქაურობასაც ჭირდება რა აი ის იყო ძალიან სასიამოვნო რომ აი ქართველების რაღაც ჯგუფი შევიკარით სპონტანურად და სადაც მივდიოდით აი რაღაცა სხვა ენერგეტიკა დგებოდა რა ის სხვანაირი სიხარული იყო სხვანაირი მხიარულება იყო და ყველა გვეუბნებოდა რომ ნუ რა საოცარი ვიბრაცია გაქვთ რა საოცარი ენერგეტიკა გაქვთ რაღაც თქვენთან ერთად ყოფნა კარგია და ყველგან ზეიმი დაქონდა ქართულ ცეკვებს ცეკვავდით ქართულ სიმღერებს ვასმენინებდით და აი თითქოს რაღაცა ელჩებიც ვიყავით ჩვენი ქვეყნის და ვინც შეგხვდა აი თითქმის ყველა გვეუბნება რომ აქამდე არასდროს მიფიქრე და ეხლა ძალიან მინდა რომ საქართველოში ჩამოვიდე ხო და ეს ფიქრობ რომ აი აქ რო იყოს მაგას ფიქრობდი ერთი პატარა ქართული კუთხე აი ფანტასტიკური იქნებოდა ერთი კომუნა სადაც ელექსირს ქართულ ელექსირს ჩამოვიტანდით და გავაცნობდით ადამიანებს იმიტომ რომ აქ მთელი მსოფლიოდან იკრიბება ხალხი აი მთელი მსოფლიოდან თუ კი ვინმე არის მაძიებელი თუ კი ვინმე არის რაღაცა ცოტა შეშლილი კარგი გაგებით და რაღაცა ექსპერიმენტებს ატარებს და სულიერ გზას ადგას და ოღონდ სულიერ გზაში არ გულისხმობ რომ რაღაცა ეს რელიგიური მიმართულებით მედის არა პირიქით რაღაცა აღმოჩენების გზაზე არის ხო აქ ჩამოდის თითქმის ყველა და აი გასაზიარებლად რაღაცა უნიკალური კულტურის გასაზიარებლად არის ძალიან კარგი და მოკლედ გამიხარდება თუ აუროვილშიც ვიხილავ პატარა ქართულ კომუნას და გამიხარდება თუ საქართველოშიც ვიხილავ პატარა ესეთ რამეს რაც აქ ხდება. მე ვფიქრობ რომ კი თუ გვინდა რომ კარგად ვიყოთ კარგად ყოფნა შესაძლებელი არის კი. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.